საქველმოქმედო ფონდმა აია ოზურგეთში მენადაქვეითებული ბავშვების მშობლებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა. კოხლიარული იმპლანტაცია, მძიმე სმენადაზიანების რეაბილიტაციის ყველაზე ეფექტური მეთოდი. ტრენინგს მშობლების გარდა ადგილობრივი სკოლებისა და საბავშვო ბაღების პედაგოგებიც ესწრებოდნენ. ტრენინგები არის ძალიან კარგი, რაც უფრო ხშირად ჩატარდება, მით უკეთესი იქნება. მოსახლეობისთვის მეტი ინფორმაციის მიღება, მე პირადად მშობელი ვარ და დღემდე ვღებულობ ინფორმაციებს ახალ თემებთან დაკავშირებით და ძალიან კარგი იქნება. რაც უფრო მეტი განვითარება ექნება და სიახლე. საქველმოქმედო ფონდმა ტრენინგების ჩატარება გურიიდან დაიწყო და მთელს საქართველოს მოიცავს. ტრენინგის მიზანია სმენის, მისი მნიშვნელოვნებისა და სმენის დაკარგვით და დაზიანებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ის ფარგლებში ჩვენი მიზანი სამიზნე ჯგუფი იყო პირველ რიგში მშობლები, ბაღებისა და სკოლების პედაგოგები, რომელსაც უწევთ ან შეიძლება მოუწიოთ ასეთ ბავშვებთან შეხება და მივაწოდოთ ინფორმაცია. პირველ რიგში ინფორმაცია, აღვძრათ მოტივაცია და საბედნიეროდ მე რასაც უყურებ ეს მეორე დღეა, ეს არის ინტერესი არის. ეს ძალიან კარგია. ადამიანები კითხვებს ვამენ, ადამიანები ამბობენ, აი კი მე მინდა, მაგრამ მომეცით თუ შეიძლება მხარდაჭერა რაღაცა მეტი განათლება მომეცით. ეს რა თქმა უნდა დადებითია ამ ყველაფერში. საქველმოქმედო ფონდის სარეაბილიტაციო ცენტრის განვითარების მენეჯერი ფონდის საქმიანობის შესახებაც გვესაუბრა. ჩვენ ამ ეტაპზე მუშაობთ თბილისში. და იქ შეგვიძლია მოემსახუროთ 20-მდე კოხლიარული იმპლანტის მქონე ბავშვს, ეხლა გვყავს 16 და ჩვენთან მარტო თბილისის მაცხოვრებელი არ მოდის რეგიონიდან მაცხოვრებელიც, თუმცა ეს ვერ მოაგვარებს, რა თქმა უნდა, გლობალურად პრობლემას და ვერ მოაგვარებს იმას, რომ რეგიონებში სიტუაცია გამოსწორდეს. ცოტა ხნის წინ ჩავრთეთ კიდე ერთი სერვისი ამ ეტაპზე, ეს არის კონსულტაციები იმ ადამიანებისთვის, ვისაც ესე უშუალოდ ვერ მემსახურებით, მათ შორის ინტერნეტ კონსულტაცია, ვთქვათ, ნებისმიერი რეგიონიდან შეიძლება მოგმართოს და გამოვყოთ ამისთვის დრო და რაღაცა მეტი ინფორმაცია ბავშვს დავაკვირდეთ შორიდან და ასე შემდეგ. პროექტის მხარდამჭერია ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია.